ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად თათა ედგარი მოგესალმებით GDS-ის პროგრამების დირექტორი როგორ ხართ პირველ რიგში? კარგად ახალი სეზონის დაწყება გადავიტანეთ და მე მგონი წარმატებით. ძალიან წარმატებით. ბევრი საინტერესო ელის ამ სეზონზე ჩვენ მაყურებელს უკვე შედგა მზარეულების პრემიერა, რომელზეც ვისაუბრეთ გადაცემის დასაწყისში და დავაგემოვნეთ კიდეც გემრიელი ნაწილი იყო ჩვენი გადაცემის. ალბათ ამ პროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ექნება მაყურებელს და რადგან სწორედ მზარეულებზე ვსაუბრობდით, ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი თათასთანაც. აღვნიშნეთ, რომ ეს არის ნაყიდი ფორმატი, მსოფლიოში ეს პრაქტიკა გავრცელებულია ძალიან და საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შეიძინა მზარეულების პროექტი, ასე ვთქვათ, თვითონ ეს სერიალი. მაყურებელსაც რო განვუმარტოთ, ზოგადად რას ნიშნავს ნაყიდი ფორმატი და რა ვალდებულებაა ეს ტელევიზიისთვის? რა თქმა უნდა, ანუ რატო ვყიდულობთ ფორმატს საერთოდ და რატო იყიდა GDS-მა ამ შემთხვევაში ფორმატი? ჩვენ გავამზადეთ ახალი სეზონისთვის 4 ახალი სერიალი. გარდა ამისა ვიღებთ Kerch-ს, ანუ მეხუთეს და ძალიან რთულია საქართველოში, სადაც არის ცოტა გამოცდილება, კიდევ გარისკო და შეიძლება თან არ გამოგივიდეს კარგი, იმიტომ რომ როდესაც უკვე ამდენი იდეის გენერაცია მოხდა ერთი სეზონისთვის, ვიფიქრეთ რომ ცუდი არ იქნებოდა შეგვეხედა ფორმატებისთვის, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი მიზეზი. მეორე მიზეზი არის ის, რომ საერთოდ ფორმატის ლიცენზია ეს არ არის იოლი საქმე. ტელევიზია, ამის მოპოვება. ანუ ეს არ არის პურივით, რომ მიხვი და გადაიხადო. ნებისმიერი მსურველი ვერ შეიძენს. რაღაც კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ტელევიზია იმისთვის, რომ მოიპოვოს ეს ლიცენზია. კი, უნდა აკმაყოფილებდეს ის გამყიდველი ფორმატის, ანუ მწარმოებელი ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს პერსონაჟები, რომელმაც აი შვილივით გააკეთა ეს ფორმატი, უნდა დაარწმუნო, რომ შენ არ გააფუჭებ ამ ფორმატს, რომ გააკეთებ იგივე ხარისხს, რომ ეს იქნება კარგი. ეს არის თვეების და თვეების მოლაპარაკების საქმე და კარგი ამას მოყვება ის, რომ ფორმატთან ერთად შენთან მოდიან ის გამოცდილი ადამიანები, ვინც იმუშავეს ამ ფორმატზე. კონსულტანტები. ისინი გეუბნებიან, აი სად ქონდათ პრობლემა, სად არ ქონდათ პრობლემა, რა უნდა გაითვალისწინო. ეს არის უდიდესი გამოცდილება, რომელსაც მერე ჩვენი ჯგუფიც იღებს. რაც არის ფანტასტიკური. და კონკრეტულად მაგალითად სამზარეულოს შემთხვევაში სამზარეულო არის გაყიდული სლოვაკეთში, გაყიდული არის კიდევ სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად თურქეთი, ვიცი და საბერძნეთი, რომ ახლა ფიქრობენ რომ იყიდოს, საკმაოდ წარმატებული ფორმატია და ჩემი აზრით იმდანად კარგიც არის და თან ისე კარგად გამოვიდოდა ამის ქართულ რეალობაზე მორგება. მგონი გამოვიდა. და ხო, რომ ნამდვილად კარგი იქნებოდა თუ ვიყიდით. მაგრამ ამ ფორმატს ასევე აქვს, როგორც აღნიშნე, ვალდებულებებიც კონკრეტული. ანუ მაგალითად Facebook-ზე ვკითხულობ, ბუნებრივია ხალხის გამხმაურებას. ხშირად იყო კითხვა, რომ აი რატო აქვს ზუსტად ისეთივე ულვაშები, როგორც იქ. ულვაშები უნდა ქონდეს. უნდა ქონდეს, ანუ ვერ შეცვლი შენ. ეს არის იგივე პერსონაჟი, უნდა ქონდეს აბსოლუტურად იგივე, ვერ იქნება დაუშვათ გია, მაღალი, გამხდარი და რაღაც. აბსოლუტურად განაირი. უნდა იყოს. რისი შეცვლის უფლება გვაქვს? ანუ ალბათ მორგება იმ რეალობაზე, რომელიც ქვეყანაშიც იღებენ. ამ შემთხვევაში საქართველოს რეალობაზე. ანუ აუცილებლად უნდა იყოს საქართველოსზე მორგებული, უნდა წარსული და უშუალოდ გმირის სად მუშაობდა, როგორ მუშაობდა, რატომ მუშაობდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს ქართულ ადამიანთან შესაბამისი, ნებისმიერი პერსონაჟის. როგორც ამ შემთხვევაში რიკოთიდან ჩამოვიდა ერთ-ერთი გმირი, მაგალითად შაურმიდან ლაფიგაღოში მოხდა. ზუსტად, ხუმრობები, რომლებიც არ ითარგმნება ქართულად და არის ეს ვთქვათ ნამდვილად რუსული. რა თქმა უნდა, რომ გვაქვს თავისუფლება რომ შევცვალოთ. ანუ აი მაგალითად ფიგარო ჯიგარო ვერ იქნებოდა რუსულ სამზარეულოში. ეს ჩვენი დამატებულია, მაგრამ იგივე რომ ავიღოთ მაგალითად აი ბანანების ხუმრობა, რომელიც რუსულადაც ძალიან სასაცილო იყო, ბუშნდელ სერიაში იყო და ქართულადაც ძალიან სასაცილოა, რატომაც და უნდა ვივარაუდოთ, რომ ესტონურადაც სასაცილოა, რომელთაც იყიდეთ ეს იქნება თურქულადაც ძალიან სასაცილო. თავარი სიუჟეტური ხაზის შეცვლა არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ანუ ყოველ სერიაში უნდა მოხდეს ის და იგივე სიუჟეტი გათამაშდეს ოდნავ შეცვლილი დიალოგებით, როგორიც არის რუსულ ვერსიაში. ეს არის მოთხოვნა
გზავნა ერთის მხრივ კარგი არის, რაღაცებში გზღუდავს რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ კარგი არის, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რომ იმ სიუჟეტმა გაამართლა, ეს უკვე აპრობირებულია. და მე მგონი ახლა იმას რომ გვეყიდა რუსული ვერსია და გაგვეხმოვანებინა, ნამდვილად ჯდობა რომ გადაგვეღო ქართული ნაკიდი ვერსია. ფორმატი ყოფილიყო და ქართული ვერსია გადაგვეღო. მე იცი რა მაინტერესებს ჩვენ GDS-მა ძალიან ნათლად დაამტკიცა რომ თავისუფლად შეუძლია გადაიღოს თავისი საკუთარი სერიალი და შეთავაზოს ის მაყურებელს. რისთვის არის საჭირო რომ შევიძინოთ ის თუნდაც ის ნაყიდი ფორმატი? რა პლუსები აქვს ამ ყოველივეს? გეტყვით, ანუ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ აქ ვერთდები რაღაც საერთაშორისო ოჯახს შეიძლება ითქვას. ძალიან დიდი არხები აკეთებენ ფორმატებს. ყველაზე მარტივად რომ თქვა, იყო The Bridge, ხიდი, ალბათ ქართულად, ეს არის დანიური და შვედური კოპროდუქცია. შემდეგ გადაიღეს ინგლისელებმა, რომელსაც ერქვა The Channel, ანუ ტუნელი, გვირაბი, არ ვიცი როგორ თარგმნა ბოდიში, სადაც უკვე ლაპარაკი იყო ინგლისი და საფრანგეთის დამაკავშირებელ გვირაბზე და ეს ფორმატი მე კიდე რომელიღაც ქვეყანაში გადაიღეს ბოდიში არ მახსენდება. ანუ ეს ამ ფორმატმა იმდენად გაამართლა რომ გავრცელდა. თუ ჩვენ დროულად არ შევუერთდებით აი ამ ოჯახს, ასე ვთქვათ, იმ არხების, რომლებსაც აქვთ სახელი საერთაშორისო ბაზარზე, რომ შეუძლიათ ფორმატების კეთება, ეს არ იქნება კარგი. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად ახლა უკვე მოლაპარაკება დასრულებულია, კონტრაქტზე ხელი მოწერილია, შემდეგი ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს, იქნება BBC-ს. არც მეტი არც ნაკლები. ეს რა საინტერესოა. BBC მე არ ვიტყვი რომელ სერიალს. კონკრეტულად არ ვასახელებთ ჯერ? არა, ჯერ მოდი არ ვთქვათ. მაგრამ BBC-სგან ფორმატის ყიდვა ეს არის ძალიან დიდი პრესტიჟი არხისთვის. იმიტომ რომ როგორც ვთქვი, ჩამოვა უკვე BBC-ს პროდიუსერი და BBC-ს პროდიუსერი გაგიზიარებს თავის გამოცდილებას, ასევე BBC ღიად აცხადებს იმას, რომ GDS უცხადებს ნდობას. მათ ნახეს სამზარეულო. აი ეს მაინტერესებს, ანუ რა პროცესი იყო მანამდე სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. წინა თანამშრომლობა სხვა ტელევიზიებთან სავარაუდოდ შეიძლება არ მოგეპოვებინათ BBC-სგან ეს უფლება. ვიტყვით, იმიტომ რომ მათ ნახეს სამზარეულო, შეაფასეს როგორ შეგვიძლია გადავაკეთოთ. როგორი შეფასება მოყვა ამ ძალიან კარგი შეფასება მოყვა. იყვნენ სასიამოვნოდ გაოგნებულები, არ ელოდნენ პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ ნუ პატარა საქართველო, ნუ 3 წლის არხი. და ცოტა შიშით გვიყურებდნენ, რომ შეძლებთ BBC-ს დონის რამე გააკეთოთ? კი. მერე ნახეს ჩვენი დრამებიც, ნახეს ტიფლისი, ნახეს პარადოქსი, პირველი სერიები. გადაავლეს თვალი დანარჩენ სერიებს და შემდეგ წინა თებერვალში ვიყავით ჩასულები ინგლისში BBC-სთან და ნუ აი ყველას გვაცნობდნენ, რომ თურმე შეძლებიათ ნახეთ და ეს იყო ძალიან სასიამოვნო. BBC-სგან ასეთი შეფასება მართლაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ესე ამაყალებს. სოფლიოში დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან სურს, რომ მიაღწიოს BBC-მდე და ყველასათვის ძალიან სანატრელი არის და მაგრამ ეს არის ალბათ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა არხისთვის. უზომად დიდი კი, პასუხისმგებლობა. შეთანხმება მიღწეულია, ბუნებრივია ჩვენ ვყიდულობთ, მაგრამ როგორ შევასრულებთ, ხომ? როდიდან ვიწყებთ თანამშრომლობა, რა ეტაპზეა ახლა და რა გვევალება, მოდი ასე. ცოტა ხანში დავიწყებთ pre-productions, შემდეგ უკვე ჩამოვლენ BBC-ს მხარე და ასე ვთქვათ, შეამოწმებენ როგორ მიდის პროცესი და დარწმუნებლები ვართ რომ მოგვეწონებენ. სავარაუდოდ ეთერში, მაგრამ არ მინდა მაყურებელი მოვატყო და წინასწარ თქვა, ამ სეზონზე ნამდვილად არა, ალბათ უკვე შემდეგი სეზონიდან. მაგრამ რა თქმა უნდა ზუსტ თარიღს ყველაფერს გავაცნობ. სავარაუდოდ ძალიან კარგი მხარე ამ ყველაფრის ის არის, რომ ჩამოდიან ეს ადამიანები უშუალოდ და შესაბამისად აქ გაჩნდებიან ქართველი პროფესიონალები, რომელსაც მომავალში აღარ დაჭირდებათ, თქვათ, სხვადასხვა პროექტის დასაწყებად უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და დახმარება, ხო? ანუ რა თქმა უნდა, მე ასევე მგონია, რომ პრინციპში ნებისმიერი გამოცდილების გაცვლაც კი ორ გამოცდილ ადამიანს შორის მაინც ყოველთვის პროდუქტიულია. მაგრამ აქ კიდევ დავუშვათ ძალიან შორს მჭრეტალ გეგმებზე რომ ვილაპარაკოთ, თუ გავაკეთებთ ერთ ფორმატს კარგად, მეორე ფორმატს კარგად, შეიძლება BBC-სგან უკვე იყოს კოპროდუქციის სურვილიც, დავუშვათ სამომავლოდ. საქართველოში ფაქტია რომ ვიღებთ კარგად
და ფაქტია რომ გადაღება არ ღირს ისეთი ძვირი, როგორც ხო, ხელსაყრელია რაღაც მიზეზების გამო. შეიძლება მე ჩვენგან იყიდონ უკვე ფორმატი. ესეც შესაძლებელია და ფანტასტიკური ვარიანტია. ამ ტემპებით თუ წავალთ, მე მგონი არც ისე შორეული პერსპექტივაა ეს. თათა რა მაინტერესებს? მზარეულები არის პირველი მცდელობა ნაყიდი ფორმატისა? კი, მზარეულები არის პირველი მცდელობა, რამდენადაც მე ვიცი, მე ვერ ვიხსენებ სხვა ნაყიდ ფორმატს. იყო აი ასე გენერიკული ადაპტაცია დაუშვათ სხვა ფორმატების, მაგრამ აი ზუსტად ამას ქვია ლიცენზიის ფორმატი. აი ლიცენზირება ფორმატის მე მგონი პირველად ჩვენ გავაკეთებთ. გასაგებია. ნაყიდ სერიალებთან დაკავშირებით პრინციპში ალბათ გავეცით მაყურებლის შეკითხვებს პასუხი, თუმცა ნაყიდი სერიალი და ნაყიდი ფორმატი არ იქნება ერთადერთი, რასაც ნახავს ამ სეზონს. სერიალები ისევ რჩება GDS-ის მთავარ აქცენტად და მიმართულებად. რა თქმა უნდა, ნაყიდი სერიალები ეს არის უბრალოდ დამხმარე ჩვენი არხის პროგრამირების ბადისთვის, ეს არის ის დამხმარე მასალა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდეს ჩვენათაც, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი და ამას მაყურებელიც ალბათ უკვე მიხვდებოდა, არის ჩვენი წარმოების სერიალები. დღეს საღამოს იქნება ცოლები და ქმრები, რომელიც აბსოლუტურად ჩვენია, არ არის ნაყიდი ფორმატი. პრემიერაა დღეს, მე ძალიან ველოდები. ასევე, როგორც იცით, გუშინ იყო პარადოქსი, გუშინ წინ იყო ტიფლისი. ამჯერად არის გამეორებები, როგორც კი გამეორებები დამთავრდება, დაიწყება ახალი სეზონები. მე მომწონს, რომ ყოველი საღამო მაქვს დაკავებული უკვე. ზუსტად ვიცი, რომელ არხზე უნდა გადავხდო და რას უნდა ვუყურო და დარწმუნებული ვარ, ასე არის ჩვენი ტელემაყურებელიც. ვახსენეთ ნაყიდი სერიალები. ბუნებრივია, ჩვენ ვამბობთ, რომ მთავარი არის ჩვენი პროდუქცია და ჩვენ არაჩვეულებრივ სერიალებს ვიღებთ, თამაში არავის ეპარება, მაგრამ მაყურებელს სჭირდება ასევე ნაყიდი ისეთი ცნობილი სერიალები. თუმცა ამ სერიალების არჩევის დროსაც მეჩვენება და ალბათ ესე არ ვიცი, თათა შენ მინდა კითხო, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ისევ ხარისხზე? თუ აი რის მიხედვით ვარჩევთ, რა უნდა ვიყიდოთ? ბევრი კრიტერიუმია, ყველას ალბათ არ ჩამოთვლი, იმიტომ რომ ძალიან მოსაწყენი გამომივა ჩემი სამუშაო დღის აღწერა მაყურებლისთვის. მაგრამ ყველაზე მთავარი არის რომ იყოს კარგი ხარისხი. ყველანაირად ვცდილობთ რომ ვიყიდოთ HBO, BBC ჯერ არ გვაქვს, მაგრამ გვექნება იმედი ამალე. დავუშვათ ABC-ის სერიალი, გვაქვს Warner-ი, გვაქვს Fox-ი, ანუ იმ სტუდიების სერიალები, რომლებიც არიან ძალიან დიდები და რომლებისგანაც პრინციპში ხარისხი აბსოლუტური გარანტია, თვითონ სტუდიის სახელი უკვე ნიშნავს, რომ ეს იქნება. ოიბადში ეს იქნება კარგი ხარისხის. ასევე მნიშვნელოვანია ხოლმე ამ სერიალებისას, ну, აი როგორ გითხრათ, დავუშვათ ბადე როგორ მიდის ადმინდა, მე უფრო მძაფრი სიუჟეტიანი საღამო ბიჭო. სადაც აი ხა Peaky Blinders-ის ძალიან დიდი ბოდიში რომ ქართული სახელები. არაუშავს. რომელიც ჩვენ თარგმნად ალესილკეპებად გავახსენდა. პირველი სეზონი გამეორდება, შემდეგ მეორე ახალი სეზონი წავა. ასევე ინტერესის ობიექტის მესამე ახალი სეზონი დაიწყება უკვე ამ შაბათ-კვირიდან. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ფეხ-და-ფეხ მივდიოთ ახალ სეზონებს და რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღალ რეიტინგული იყო და მაღალი ხარისხის იყო სერიალი. ეგ არის მთავარი ჩვენი არხიც, რომ იყოს ხარისხიანი. მე ძალიან მიხარია ასევე რომ ჩვენ შეგვიძლია GDS on.net-ზე უყუროთ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც ჩვენთან ეთერში გადის გასვლიდან 1 საათის შემდეგ და რაც მთავარია რუსული გახმოვანებით და ინგლისური სუბტიტრებით თუ არ ვცდები. ესეც შესაძლებელია. ესეც კი, არ ვიცი უკვე არის თუ არა, მე მგონი მალე ყველას ეკნება აბსოლუტურად. GDS ქონია შემთხვევა, როდესაც სხვა არხები იპარავენ ჩვენს პროდუქტს, იმიტომ რომ მსგავსი რომელიც ჩვენ ნაყიდი გვაქვს უფრო სწორად. ამ შემთხვევაში ხო GDS-ი რას აკეთებს? და როგორ უნდა დავიცვათ თავი, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ბუნებრივია პირატული ვერსიებისგან და ვერსიების გავრცელებისგან თავი დაიცვა. უზომოდ ძნელია, მაგრამ პრინციპში ყველა არხს, რომელსაც აქვს დიდი კონტრაქტი გაფორმებული ისეთ დიდ კომპანიებთან, რომლების არალიცენზირებულ გაშვებაზეც არის ახლა ლაპარაკი, ეცოდინება, რომ GDS-ი პირველ რიგში ვალდებულია მოახსენოს მწარმოებელს. ამ შემთხვევაში საუბარი არის HBO სერიალზე,
მე ვალდებული ვიყავი, რომ HBO-სთვის მეცნობებინა, რომ ეს სერიალი არალიცენზირებულად გადის სხვა რომელ არხზე. სერიალზე იყო საუბარი? შეიძლება რომ უთხრათ ჩვენ მაყურებელსაც. არ ვიცი, რამდენად შეიძლება. მაგრამ თქვით რომ არის HBO-ს პროდუქცია. ხო, პირველ რიგში მე ვალდებული ვარ მოვახსენო იმათი იურიდიული სამსახურის უფროს, ის თავის მხრივ მიიღებს ზომებს. ჩვენს მხრივ ეს არის მარეგულირებელი კომისია, რომელთანაც რა თქმა უნდა, მაშინვე ვაგზავნით წერილს, იმიტომ რომ ცოტა უსამართლობა ასე თამაში. ჩვენ ვიყიდეთ, ჩვენ ამაში გადავიხადეთ ფული, ვთარგმნეთ, ჩავდეთ ძალისხმევა და გვაქვს ექსკლუზივი, რაც მთავარია. ძირითადად არა ყველა სერიალზე, რაც ახლა ჩვენთან ეთერშია, GDS აქვს ექსკლუზიური უფლება საქართველოს ტერიტორიაზე. სხვათა შორის ასევე ძალიან ცუდი მდგომარეობა ინტერნეტ სივრცეში ამ მხრივ და ყველაზე რთული დაიცვა საავტორო უფლება, ის რაც შენია არ გაიყიდოს პირატული გზით, ეს არის ყველაზე რთული სფერო და რთულად კონტროლირებადი არის ინტერნეტ სივრცე. ამ შემთხვევაში რაიმე მექანიზმები არსებობს დაცვის და თავდაცვის? კი, არსებობს მექანიზმები რეაგირების, ყველანაირი მექანიზმი თავდაცვის, რაც კი შეიძლება რომ მქონდეს, გვაქვს ჩართული, მაგრამ სამწუხაროდ აი მზარეულები მაგალითად უკვე დაიდო რომელიღაც საიტზე შეგნებულად არ ვიტყვი რომელზე რომ არ გამოვიწვია ასე ვთქვათ არ გაუკეთო რეკლამა და ნუ აი გუშინ მთელი დღე ვცდილობდით დაკავშირებას, იმიტომ რომ პროდუქტი არის ჩვენი, ჩვენ გავაკეთეთ და ის რომ აი და მისი ნახვა შესაძლებელია GDS net-ზე ძალიან მარტივად. და მოიპარო და წაიღო შენს საიტზე, ნუ უბრალოდ ძალიან საწყენია, იმიტომ რომ ეს ისევეა ჩვენი, როგორც რა ვიცი, ეს პიჯაკია ჩემი და ჩვეულებრივი ქურდობა. და რაიმე კონკრეტული სანქციები კანონმდებლობა არსებობს? გაინტერესებს ხო ალბათ ამ შემთხვევაში კანონმდებლობა თუ ითვალისწინებს შესაბამის სანქციას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ბუნებრივი არსებობს. როდესაც ლაპარაკი ეხება ჩვენი სერიალების ინტერნეტში განთავსებას, მაშინ კი, იმიტომ რომ ჩვენია და ჩვენ ამას ვამტკიცებთ. ცოტა რთულად არის უფრო საქმე, როდესაც ლაპარაკია უცხოურ სერიალზე, რომელიც GDS აქვს ნაყიდი. GDS აქვს ნაყიდი ექსკლუზივი ტელეჩვენებაზე. თუ ჩვენ ასევე არ დავიწყეთ შეზღუდვა ინტერნეტ უფლებებისაც, ძალიან გვიჭირს რომ რაიმენაირად მოვახდინოთ რეაგირება კანონის მხრივ. სამწუხაროდ კანონი მარტო იმ შემთხვევაში დაგვიცავს თუ არის ინტერნეტ უფლებებიც. მე დარწმუნებული ვარ, ახლა მაყურებელმა ყველა შეკითხვაზე მიიღო ამომწურავი და პროფესიონალური პასუხი. შესაბამისად, თქვენ უკვე ძალიან კარგად იცით რა პოლიტიკას ატარებს GDS-ის სერიალების კუთხე. ძალიან დიდი მადლობა თათა სტუდიაში მოგზაურობისთვის, იმისთვის რომ ყველაფერი განგვიმარტი ასე მარტივად და კარგად. რეკლამის დროა და დავუბრუნდებით რამდენიმე წუთში.